ჩვენი შოუს სტუმარი გახლავთ პოლიტიკოსი და რაც თავარია კახელი გიორგი ბატკოველი. აგეთ მომძანდით. ამ ადამიანის ხილვა პარლამენტში ენატრებაც და ჩვენთან არის და ეს განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს. კი და თან კიდე იცით რა არის მე მგონი ჰალსტუხი გიკეთიათ რაღაცა. თქვენ გაგახაროთ ღმერთო 9 წელია არ მკეთებია ხალხი და ეხლა წინა გადაცემები ვნახე და ეხლა ყველას ჰალსტუხი უკეთიო და მეც გავიკეთე რა. მიზეზი როგორ რომ გამეკეთებინა რა ვიცი არ ამიშავს. კარგად. ხართ დიდ ამბებში ხართ მოკლედ რა. რა თქმა უნდა შეხვედრები მიდის და როგორ მიდის ეს ახლა მე ახალსოფლიდან ვარ მაგალითად და კი და მთლიანად მაინტერესებს რა ხდება კახეთში მაგრამ აი ახალსოფლში როგორი განწყობებია ხალხი ნორმალურად ხდებოდა. კი რა თქმა უნდა ეხლა ახალსოფელი ცნობილი სოფელია და 3000 კომის ხო ძალიან კარგი პაპა ყავდა მთელი ყვარლისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იყო და ყოველთვის იხსენებენ და ძალიან ბევრ ადგილზე მოხვედრილ ვარ სადაც პაპაშენზე საუბრობენ და მიხარია რომ იმედია შენც ასევე დაიმსახურე. პატარა ილობეროშვილიც ესეთი კარგი კაცია. ხო და თუ დაგჭირდეს იქეთ გაგაყოლებ აუცილებლად. რამე პრობლემა. ძალა თუ დაგჭირდეს აქ არის. ხო, თან იცი რა არის მე 1-2 წელიწადში ფიქრობ პოლიტიკაში ხوار წავიდე მეთქი რა. ბიჭებმა იციან. არა ხო? აი ეგრეც ვიცოდი. არა 4 წელია მანდ ვარ და აჰა ძლივს გავხდი დეპუტატი. მოკლედ გიო მოდი ერთ რა საინტერესო ამბავს გეტყვით მე მოგდათ ვიდრე გიორგის მე პირადად ჩვენ მთელი ქვეყანა პოლიტიკაში ვიხილავდით და ასე შემდეგ საიდან მახსოვს ისი ჯერ კიდევ სტუდენტობიდან შეხო ეს გიყვარს ეს სიტყვა მე რომ ამბობ ხოლმე ყმაწვილ კაცობიდან რომ კაცობიდან კი შენ გეცინო აი სტუდენტობიდან მახსოვს გიორგი როდესაც ის იყო სოხუმის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სტუდკავშირის თავმჯდომარე იყავი შენ და იქ ხვდებოდით ხოლმე კულტურის ცენტრში უნივერსიტეტის მანსანკავს თამაშობდით კი მათთანაც ყოფილვარ ცოტა უცნაურად მოხდი ხო და მე ვიღაცებს უკვირდათ მეკითხებოდნენ ხა მათემატიკას ვსწავლობდი კარგად სკოლაში და მე 11 კლასში რო ვიყავი ვეკუას ოლიმპიადა იმართებოდა და ამ ოლიმპიადაზე მივიღე მონაწილეობა და დამიბარეს მეცნიერებათა აკადემიაში მივედი იქ რაღაცა დავჯექი უკან გამოაცხადეს 75 ლარი პრემია მერგო ვეკუას ოლიმპიადის გამარჯვების და ერთი კაცი მოვიდა ჩემთან და მითხრა რომ შენ თუ გინდაო სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდებიო რა და თურმე აღმოჩნდა რექტორი ძალიან კარგი კაცი იყო ოთარ ჟორდანია მე რაღაც ჩავაბარე პატარა ფაკულტეტია მათემატიკური ფაკულტეტი და პატარა ფაკულტეტში 5000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობდა აქ რა და იმ წელსვე გამიჩნდა ამბიცია რომ რაღაც მაინც ის ჰქონდა რომ მოდი კენჭს ვიყრი მეთქი სტუდკავშირის თავმჯდომარე და ვიყარე ფაკულტეტს მაშინ დაიწყო კენჭი ჯერ ფაკულტეტზე ვიყარე კი და იქ ფაკულტეტზეც დეკანი მეუბნებოდა ცხონებური რეზო აფსავა იყო მეუბნებოდა რომ არაო კაცო რა სტუდკავშირიო ხა აი ეს კახელი კაციო ამდენ მეგრელში რა ისე მოვიგე ფაკულტეტი მოვიგე ვახ მე გადავწყვიტე რაღაც გამეზარდა ამბიცია მეც და გადავწყვიტე რომ მთელ უნივერსიტეტში ვიყარო კენჭი და ჩავები ამ საარჩევნო კამპანიაში და ეხა მაინც ისე არ გამოვიდოდა რომ ეხა მომატყუებდნენ ხო იქ რაღაცა ძალიან ბევრი მყავს მეგობრები რა თქმა უნდა ჩემ კამპანიაშიც იყვნენ ბევრი ჩემი მეგობრები სოხუმელები გალელები სხვადასხვა რაიონიდან და მაინც მე გადავწყვიტე რომ ერთი თვე ვთხოვე ჩემს დეკანსო მოდი ერთი თვე არ ვივლი მეთქი ლექციებზე და რაღაც ჩემი საქმით დავკავდები წინა საარჩევნოთ იმას ეგონა რომ რაღაც უნდა მეულო იქ კამპანია მეტარებინა და ჩავჯექი სახში ავიღე თუ რამე ლექსიკონი იყო ქართულ მეგრული ლექსიკონი და ვისწავლე ძირითადი სიტყვები რომ რაღაც ის არ მომხდარი კენჭი ვიყარე და მოვიგე რა ეგ აბა ერთი მეგრულად რა ქვია როგორ რამე ისე შენც მეგრელი ცოლი გყავს მე ხო ეხა ფაქტია შენ ბიჭო ეს თვითონ მეგრელი ცოლის მეგრელი მყავს ცოლის მეგრელი მყავს და ის ეგ არის ორმაგი გამარჯვება ისე მეგრელობის სიძეობა ხო მე რო ჩავდივარ სამეგრელოში იქ მეზობლები ისინი კახეთში რო ჩახვალ სიძეს ყურადღებას ვინ აქვს ის არის რა კუჩხი ბედინერი რა ეგ იყო ყველას რა კუჩხი ბედინერი კი არა მაგარია მეგრელების და აქ რა ხდება აი მაშინ მოდი ეგეც გითხარი მე აი ესე პოლიტიკაში როგორ იქედან აქეთა საიდან როგორ მოუწია რა ვიცი ამ სტუდენტურმა აქტიურობამ რაღაცა ჩამრთო ამ თემაში რა ხო ჩამრთო თემაშიც რაღაც მაინც აი არ არსებობს რა ნებისმიერი სტუდენტური
მოძრაობა, ეხლაც რო არის თვითმმართველობა რაღაცა, მაინც იმისი ბოლობედი არის პოლიტიკაში. ყველა გავიხსენოთ, აი ნებისმიერი სტუდენტური კავშირის ფინიში ეგ არის. ისე თუ დავაკვირდებით და გავიხსენებთ, ეხლა ჩვენ არის ხოლმე სტუდენტობის დროს, არიან სტუდენტები, მაგალითად, რომლებიც შეიძლება, ეხლა თუ დავაკვირდები რა, ეხლაც ესე უწევს. ახლა მაინტერესებს აბა თქვენი აზრი. არიან სტუდენტები, რომლებიც მაგალითად აი კონკრეტულად აი რაღაც სპეციალობა, რაზეც სწავლობენ, აი მაგალითად გიორგი თქვა რომ მათემატიკა ოლიმპიადაზეც გაიმარჯვა, მე მოხდა უნივერსიტეტში, მოხდა თან შესთავაზეს, იქ რომ ჩვენი სტუდენტი გახდი, ახან ესე სწავლობდა, შემდეგ გადაწყვიტა რომ სტუდენტურ აქტივობაში მიეღო მონაწილეობა და მოვიდა ესე. შენ მემატიანეთ ყალიბდები. არა, აქვე ილაპარაკა ეს ყველაფერი, ხო და არა შენი მე. ზუსტად 5 წუთის წინ თქვა რომ შენ ასეთი მამიწყე გონისა მიხსენე. მაშინ თარჯიმანის ზოლი შეგისრული. ხო და უყურე, არიან თუმცა სტუდენტები, რომლებიც მათემატიკით კი არ იწყებენ. პირდაპირ იწყებენ რომელიმე კავშირით, ან ახლა კავშირები აღარ არის ჩვენ დროს იყო, თვითმმართველობა ქვია, ხო არა? მაგალითად, მათემატიკის ნაცვლად სწავლობენ ჟესტების ენას პირველივე კურსიდან. მაგალითად, ხო არის ესეთი სტუდენტები, რომლებიც ესე იგი პროფესიას კი არა, პირდაპირ იქეთ პოლიტიკის მოკლეგზა უნდათ? ხო, პირდაპირ მოკლეგზა არ გამოკლეგზა ისე თუ კიდე მე რა მეინტერესებს კი ხომ ხო ფიქრობ ხან ახლა მართლა ფიქრობ პოლიტიკაში ხო არ წავიდე მეთქი რაღაცა ბოლოს 3 თვეა ჩავერთი ამ ამბიში სულ უკვირდები ხო შეიძლება თიძახე და მე რა აუცილებლად ხო და აი ხა რახან შენ ჟესტიკულაცია ახსენე და რაღაც აი როგორც მაგალითად ვარჯიშები არის ხოლმე ვარჯიშობთ ხოლმე პოლიტიკოსები თქვათ რომ აი ხვალ უნდა გახვიდე ხალხში სიტყვა უნდა თქვა წინასწარ არის რომ აი ეს ჟესტიკულაციები და ამოღამო აი რაღაც იქ თემა არის ამ მომგზადებით კი ხა ხელების მოძრაობა უნდა იცოდე ისე რომ რამე სხვაში არ გადაიზარდო ეს საერთოდ ცხოვრებაშიც რეპერები რა პოლიტიკაში განსაკუთრებით სხვადასხვა ნახეთ ერთ-ერთი სხვა მოძრაობებში გადაზრდილი მოძრაობა ბატონი ვოლსკის ხო გადაეზარდა მაგას გადაეზარდა ამიტომ საკისთან თუ რამე უნდა აკეთო აი ხელები უნდა აკონტროლო კი აი მაგალითად ჩემი საყვარელი არის ეს ალასანიას უადრი პარტია ქონდა მაგათ ქონდათ ესეთი მესიჯი რა ეს ანუ კარგია ეს ობამასაც ეგ ქონდა ხო ობამასაც და ეხლა რა ვიცი ალასანია მაინც მსოფლიო მოვლილი ქონდა რაღაცა ეს მინდა თან გამხდარიც იყო რაღაცა და ეს აი ესე ცოტა ამერიკულად აკეთებდა რა თავის პლაკატებს ეგრე ერთ-ერთი ეთყობა მისი ქვია პარტიის წევრი არა სად იყრიდა კენ საღარ მახსოვს მაგრამ ესე იგი ის იყო რა პლაკატი და აი როგორ იყო იცი რომ ალასანიას ხო ცოტა ამერიკულად ქონდა და ამას ქონდა ესეთი ღიპი ქონდა და აი ეს ქონდა დადებული აი ესე იყურებოდა ჩვენი ჟესტიკულაცია უცვლელია და განსხვავებული ყველაზე რა აი ეს არა თითები რომ ჩამოდის ზოგი ესეთი რო ხდება არა და ეს არის და მე ზოგი ეს ხდება ზოგი ეს ხდება თავარია რომელიმე არ გახდეს რა ო აი ეს გასაგებია რა თქვი ხო თან კიდე არის ალბათ საერთული არის, როდესაც საარჩევნო პლაკატზე გამოსახული ხარ, აი თითქოს მთელი სიკეთის კონცენტრაცია აქვს, უცებ საკუთარ თავში და აი გაღიმებული უნდა იყოს. თულია რა ჩემი. თულია ხო და მე გამოცდილი მაქვს ეხა 2000 ჩემთან ოფისში თელავში რომ შევდივარ, უკვე აი თავბრუმ ეხვევა ხოლმე რა. ნუ პლაკატებით არის საოსე 2014 წელს რო ვიყავი კანდიდატი, გამგებლობაზე ვიყავდი, მე 2016 წელს დეპუტატობაზე ვიყრიდი, მეორე 2017 წელს მერობაზე ვიყრიდი, მე 2020 წელს დეპუტატობაზე ვიყრიდი ისევ და აი ხა არ ვიცი რა, აი 21-ში რას ვიზამ არ ვიცი. მაგრამ ისიც იყო აუცილებლად თელავიდან იქნება ეს ყველაფერი, ხო შენი კახეთ. მე ერთი აზრი მაქვს, იცი? შეიძლება მალე მე შენს არმიაში ჩავედი. კისის ხეველი გავხდები მალე მე. ხო შენს იმას შევდივარ. შენი დაფარვის ზონაში შევდივარ. აუ, ძალიან ისტორიული სოფელია, სხვათა შორის კისის ხევი არის, სადაც ყველაზე მეტი სალოცავია საქართველოში. ერთ-ერთი ის. და ძალიან ლამაზი ადგილი. აი ძალიან მაგარი. სხვათა შორის კისის ხევს ყველა არჩევნებზე ვიგებ. იცოდე რომ იგეყოლებით მომე ახლავე გეუბნები რომ იქ ვარ შეგიძლიათ შემზეც იმუშაო წარსულიდან გამომდინარე როგორც ხვდები გამარჯვების ფორმულა მეგრელებში არის და პირდაპირ სამეგრელოში რომ გეყარაკინჭი იქ გარანტირებულად გექნებოდა ხო პრინციპში როგორც სიძე მაქვს შანსი რა ხა ჩვენ კახეთში რომ სიძე მიყაროს კენჭი კახელების სიძე ამორიციტლია რა სიტყვი ვანიკო მე ვიტყვი იმას რომ ამდენი გვეყოფათ ლაპარაკი ბავშვებო ათი წამოდი ვითამაშოთ ჰა კარგი ეს ყველაფერი გითხარი ახლა მოკლედ სერიოზულად რაზე სერიოზულად სათამაშოდ გეპატიჟებით ჩვენთან თამაშები რომ ტარდება ხო გასართობი თამაშები რომ გადავიდეთ ჩვენიერი გადავიდეთ მაშინ გადავიდეთ
მაშას მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ახლა ლიდერბეძის ოთახში, აქ მარტო თამაშობთ ხოლმე, ესეთი კარგი თამაშები ტარდება ხოლმე. მოკლედ, კარგად ვერთობით. ეხლაც ერთი თამაში უნდა შემოგთავაზოთ, ბატონო გიორგი, ამ თამაშს როგორც წინა გადაცემებში ჩვენ დავარქვით, ქვია მიდი მოვდივარ. მაშინაც ასე გაგვეცინა ზუსტად და ამიტომ დავტოვე. მე მივდივარ თუ თქვენ. ეს ეხლა მიდი და მოვდივარ. დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის ზუსტი აღწერა. ამიტომაც ქვია ზუსტად ამ ამბავს. ესე იგი, ჩვენ დაგითმობთ ტრიბუნას ნებისმიერ თქვენი სპიჩისთვის და შეგიძლიათ გამოიყენოთ. მოდი შინაარსი უთხრათ რა. უცხო არ იქნება, მე მგონი არ იქნება უცხო და უცხო ამპლუაში არ იქნება, ხელისუფლებას აკრიტიკებ. არ გაგიჭირდება, რამის მოგონება არ დაგჭირდება რა, მაგრამ როგორც თავარი ფიშკა ხო თუ ქართულად შეგვიძლია ასე ვთქვა. არის იმაში, რომ სპიჩის დროს ჩვენ შემოგაშველებთ სიტყვებს, რომელიც აუცილებლად ამ სპიჩში უნდა გამოვიყენოთ და ამით გავხალისდებით. თუ თანახმა ხართ. კი ბატონო. ჩვენი მაშინ ერთი აპლოდისმენტები მეგობრებო. და დავიწყეთ. კარგი. დამალე ჯერ სიტყვები არ დამალული მაქვს, აი ესე. გიორგი დაიწყოს ჯერ შეუტიოს თავრობას. თან იმხელა აუდიტორია. ნელ-ნელა მივაწოდოთ. აქედან მე მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება მათთვის, მაგრამ ესე არ არის ნამდვილად. ხელისუფლების წარმომადგენლებო, ძალიან ცოტა დრო გაქვთ დარჩენილი და დღეს ამ ტრიბუნიდან დაისმება ის ხმა, რომელი ხმაც იქნება თქვენი დამამთავრებელი. როგორი მელირებაც გინდა გქონდეთ. როგორი ვარცხნილობაც გინდა გქონდეთ, მაინც არ გიშველით. კომბლებით დაგადგებით და კომბლებით გამოკრით. მიუხედავად იმისა, რომ კომბლები უკვე დარეზერვებული აქვს ვიღაცას, ჩვენ შეგვიძლია მაგ კომბლებით სიარული. TikTok-ი, ხო და ეხლა TikTok-ები რამდენიც გინდა წერო ივანიშვილო, მაინც არ გიშველით. შედეგი? ვახ. კუდუსუნი უნდა გიჩანდეთ, ისე უნდა გარბა. ენოტებს დაემსგავსებით, დღეს რო ადამიანები გონია თქვენი თავი, ენოტებს დაემსგავსებით ზუსტად. ხო და თქვენ გონიათ ადამიანებს ამ ყველაფრით ამონებთ, თვითონ ხართ მონაიზაურები. ვახ. და რაც ყველაზე მთავარია, თქვენ ხო არ იცით, არც არაფრის გემოვნება არა გაქვთ. ხაშლამა რომ უნდა თანთალებდეს, იცი? ეს რო ხელისუფლებას არ ეწოდება, ის ხელისუფლება ამ წამს ვერ გაჩერდება. არ წამს. ღაბაბები გაგეზარდათ, ღაბაბები და სწორედ ეგ ღაბაბები იქნება თქვენ რო ხალხი დაგაყრევინებთ. ვახ. ჭოპორტის პამიდორი კი არა. რაც გინდა აფინანსოთ, რაც გინდა უკეთოთ თქვენს წარმომადგენლებს, მაინც არაფერი არ გიშველთ. აი. ფუმფლო. ხო და აი ახლა ლიდერბეძის ოთახში ვართ და აქედან მოგმართავთ. თავარს რასაც გაგიკეთებთ თქვენ მოსახლეობა, გაგაფუმფლოვეთ. ვახ. თელავზე ძალიან კარგად იცით. ყველა არჩევნებზე რა შედეგსაც დებთ. სუთელავია, სუგულავია. აი, გულავი არასდროს არ იქნება. ბიძინა. შენ რაც გინდა გეძახოს, შენმა მონებმა დაგვიბრუნდი. მე მგონი თავი ამდენი პოლიტიკოსი კი ბატონო. ავიცი, რაღაცა მაინც აიც. შვენიერი კონტექსტი ცოტა დამაბნია. არა, საკმაოდ საინტერესო. მე ვფიქრობ, რომ ეს ფორმატი საერთოდ ძალიან კარგი იქნება და ამ ფორმატით რომ მიმართოთ. მე მგონი ხო, მივაშველოთ ხოლმე. შვენიერი იყო ასე რომ მე ვფიქრობ, როდესაც გამოსვლები გექნებათ ხოლმე თქვენ, შეიძლება იქაც შემოგეპაროთ და რაღაც კი და ისე კარგია მართლა რომ რაღაცა იქაც გამოსვლები რო არის რაღაც იმპროვიზაცია იქნება. მე შემიძლია მაგაში მივიღო მონაწილეობა და გიგდეთ გვერდში მოკლედ. თამაშების ორგანიზებაში. თამაშების ორგანიზებაში. კარგი, ჩვენს თამაშს მოეწონა, მე მგონი თამაშები და ხო მარშა ხო გავაგზავნოთ კიდევ თამაში. კი ბატონო, კი ბატონო. ძალიან კარგი, ჩვენ შემდეგი თამაშით აი ამ წამს ვიგიბრუნდებით. ნახე?
ჩვენი შემდეგი თამაში, მოდი, რა დავარქვათ, პირობითად შეცვლილი ხმა, უსათაუროდ კი ბატონო. ანუ პრინციპი რაში მდგომარეობს? ჩვენთვის ცნობილი ფრაზები გაჟღერდება, პოლიტიკოსების იქნება ეს ძირითადად, ალბათ. ოღონდ ეფექტი ექნება დადებული და ჩვენ უნდა გამოვიცნოთ ან ფრაზა, ან ავტორი ფრაზის, ხო? და დასწრებაზე. და დასწრებაზე. აქაც ორ გუნდათ ვართ გაყოფილები, როგორც ჩვენი საზოგადოება, მე და ნიკო და კახელები მახეთ. ჩვენთან ეს კი პოლარიზებაა. როგორც პოლიტიკური სპექტრი. კი, აბარა, ნუ ეგრე ვართ ყველანი. მაშასე დავიწყოთ და გზადაგზა მე მგონი მივხვდებით. თქვენ ერთ გუნდში ხართ კახელებო, მეგრელი და ქართლელი. მოვიყარეთ ერთ. მაგრამ ყველას მეგრელი ცოლი გვაერთიანებს. ცოლები. კარგი, დავიწყოთ. პირველი ფრაზა გავიგოთ. ყველანი ალმასები არიან. ყველა და ბავშვი და თითოეული თქვენთაგანი ერთხელ და განუმეორებლად ცხოვრობთ ამ ქვეყანაზე, ალმასები ბრძანდებით, მაგრამ წახნაგდებით და ჩვენ ერთმანეთს ვაწახნაგებთ. ამ დაწახნების პროცესი დღესაც გრძელდება უკვე პოლიტიკურ ასპარეზზე და კარგია, დაწახნაგების შემდეგ კარგი ბრილიანტი მიიღება. ეს ძნელი პროცესია, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვაწახნაგებთ. ასე არის, დაწახნაგების პროცესიც უნდა იყოს უსაფრთხო გარემოში. შეიძლება დავაჭერ. მოკლედ, სახელი და გვარი მე. ახსენებელია ფაქტია. იმ ბატონის სახელი გამახსენე. ის გამოირჩევა ხოლმე ზოგადად ასეთი თქვენ ხართ ალმასები, ჩვენ შემდეგ წახნაგდები. ლადო? ლადო კახაძე? ლადო კახაძე. ხომ არ შეიძლება, იმას აქვს ეგეთი ფრაზები რა. მე ვფიქრობ, ლოგიკურად ეგ. რატომღაც მახსოვს რა, ტრიბუნასთან თქვა ეგ. ორიგინალი გაჟღერდეს თუ შეიძლება გავიგოთ. ყველანი ალმასები არიან. ყველა და ბავშვი და თითოეული თქვენთაგანი ერთხელ და განუმეორებლად ცხოვრობთ. როგითხრა დიდად შეცვლილია მაგრამ წახნაგდები. ჩვენ ერთმანეთს ვაწახნაგებთ. ჩვენ გამოვიცანით კარგად. შემდეგი ფრაზა თუ შეიძლება გავჟღერდეთ. სანამ ისინი შემოვლენ, მანამდე ვარ დეშეკათი, ვარ დეშეკარვალი. სანამ ის ელისაშვილი. რას ამბობ? ელი დეშეკათი რომ მოდიოდა. მისი სიზმრებია, ხო? კი. ნახოთ ჯერ ეს არის ხო? გაიღვიძა და პოლის ჯოხი ეჭი. სანამ ისინი შემოვლენ, მანამდე ვარ დეშეკათი, ვარ დეშეკარვალი. მოიცა ძალიან საინტერესო თან მაგითი სიზმარი მეგონა. სიზმარი კი არა, კაცო. ყოველი ძილის ღმერთმა იცისო რომ და ჯერეთი ალეკოს უთხრათ რომ მარტო ღმერთმა არის ის უკვე მეც ვიცი. და გარდა ამისა ხა რა არის? მე უფრო ალეკო წარმომიდგენია ის რო არის, ხო? ის 300 სპარტანელი რო არის. აი მანდრო დგას ალეკო და რომოდის და this is Sparta! და ჩააგდო აი რაღაც ეგეთი მაინც თან ბიჭო მაინდა მაინც რაღაც დამარცხების ის მოინდომა რა. სიზმარში რაღაც მარცხდება. გაიმარჯვე მაინც თუ მაინდა მაინც ის მაგისთვის ეს იზრდება ისა რომ დეშეკათი გაიგო. მეორე მხრიდან წარმოიდგინე რომ ერეკლე მეფე დგას ტერს უტევს წინ და უცებ გამოუხტა ვიღაცა წინ და ხაზებს ისურს. აი ერეკლე მეფეს თვალის დანახული რა იქნება წარმოი ვინ არის ეს ჯერის არა. თან იცი რა არის? სიზმარას არ გავს. ფილმში რო სიზმარა იმას ვიზუალურადაც ხო გავს ცოტა. შო იქ ის მუთმის აი გავაგზავნოთ შემდეგი ფრაზა თუ შეიძლება. თუ რა შეეხება მომავალს. ნუ პირველი მინდა გითხრათ რომ მიუხედავად იმისა რომ უამრავი სხვადასხვა წევრი დადიოდა. არცაც წასვლას არ ვაპირებ. ერთი. არცაც წასვლას არ ვაპირებ. კამერა მანახეთ კამერა. აჭონი თვალების. ეს ის ადამიანი ხო არის არცაც წასვლას რო არ აპირებს. ეს ის ადამიანი მესელფერო გახდა მეორე ეს ის ადამიანია რომელიც არცაც წასვლას არ აპირებს და პოლიტიკაში. მაგრამ მელიამ გაუშვა. გიორგი კახარია. გიორგი კახარია, ნახოთ ორიგინალი კი გეთანხმებით, მაგრამ წესია მომავალს. ნუ პირველი მინდა გითხრათ რომ მიუხედავად იმისა რომ მომავალს სხვადასხვა წევრი დადიოდა. არცაც წასვლას არ ვაპირებ. ერთი. უფრო მეტიც არც პოლიტიკიდან არ წავალ. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონ გიორგი, დიდი მადლობა ილო რომ გამოიცანეთ. უშუალო ჩაცმულობა უფრო ხდება რა როლინგი ისე ვიდრე ახლა. კი. აი, გავაგზავნოთ, გამოიყენე ეგა. სამეფო იქნება. შენი ის სამეფო იქნება. აი არ არის კონსტიტუცია სამეფო იქნება, დაგვასტრეს. დაგვასტრეს. სამეფო იქნება. თელაველია ესეც ხო? მართლა? მე არ ვიცოდი თელაველი. კი, თელაველია ესეც, საერთოდ. ხო? კი. და სამეფოზე იყო საუბარი. ხო, ვინ იქნება ახლა ისა თარხან მოურავს? არა. აბაგა ჩვენ გამოვიცანეთ აბაში. მე ვერ გამოვიცანი. მართლა ვინ არის? გირჩი. აქ სულ სხვა
ვახო ვახო უნდა იყოს მეგრელიშვილი მესამე სკოლელია. მე ვფიქრობ ვახო მეგრელიშვილი აბა ვნახოთ თუ ვახო მეგრელიშვილია. სამეფო იქნება. შენ გირში სამეფო იქნება. სამეფო აი აგ არის კონსტიტუცია სამეფო. ეს არის წესრიგი, რა წესრიგითაც ჩვენ აქ შემოვედით. ამ წესრიგის მიხედვით ჩვენ მოქმედებს ჩვენ შიგნითაც და ამ წესრიგის მიხედვით ვაპირებთ რომ ვიმოქმედოთ. ძალიან კარგი, გასაგებია. ოჩა, სერიოზული კონკურენტები ყავს ჩვენ წინ. მორჩა? ჰერმან საბუარის მეფე, როგორც ვიცი, ხო? ეს ბაგრატიონების შტოს პარპაში დასრულდა. ორჩა. შემდეგი ფრაზა ასეთივე გენიალური გთხოვთ, იმიტომ რომ პატარა ფრაზები არ გაჟღერდება. რა შეიცვალა ჩემთვის? დილა საუბრები ლოსვას ვიტყვით. მე ეს ახლა ეს არის ის მამაო, რომელიც ყონდიდის ეპარქიაშია. გავწევით, ეს დევეგდებით. მე და ის არის ის მამა. ო, აბა. შეიძლება რომ მოусმინოთ. შეიძლება რომ მოусმინოთ. მე ყოველთვის სიამოვნებით ვიყავ. ცხოვრობდი ვაგრძელებ ისე ცხოვრებ. ჩემ მონაზვნობას და ვინ წამართმევს მე? იცით რა ფერ არის? მონაზვნობა არის ცხოვრების წესი. მე კი არავის მებრანჯები და თავს კი არავის ვაწონე. მაგენი არის მათთან აი არწივზე რო შედგება კვერცხს რო დაეყრდნო ეს გამოცხვა პირველად გავიგე არწივზე რო შედგება და კვერცხს რო დაეყრდნო კვერცხს რო დაეყრდნობა ეს გამოთქმა კი არ არის ეს ფაქტია ამბავი ანუ არწივზე შედგება და შედგა ვიღაცა არწივ ანუ იგულისხმება ტახტი რაღაც კვერთხი და ეგ ამბავია რა მოკლედ მე ერთი რამის კვერცხი გავიგეთ არ გახანია ახსარება არ მithქვამს მაო თუ ისევ ახსარებას ვიტყვი მივდივარ ამ მამას თან შენ იმდენი გაკ დაგროვილი თუ ოდეს მამა მოემზადე მამილო სერიოზული რაღაცების მოსმენა მოგიწევს, მაგრამ გულით მოგიყვები რა. შემდეგი ფრაზა. წერ რომ ბახში აყვავდა ნუში. რომ თაცმინაზე სადაცვა თითქოს. მე ვიცი რა ვიცარი. კომბლეო, წეგან რო ახსენა. ფრაზა არ მესრო, მაგრამ დიქცია მე. ლევან ვასნძე. ეკაი არ თქვი. ხო, შენ სპასაპირებდი ასე რომ ქულა თვალა. კომბლების მონოპოლიზე ბაროკო ახტია. ჩვენ ნიკო ეს ხელი დამთავრდა ეს თამაში და მინდა საშილად წავაგეთ. ლიბერალი გარდავისახე ვასაძე. სუხოი წააგე. სუხოი წააგე. თქვენ ლიბერალები ყოველ ვასაძე მომასმენინეთ რა. ხო, დამარწმუნეთ რომ ეს მართლა დამარწმუნეთ რომ ვასაძე ამ შოუში ნუ გამომატოვებინებთ დღეს მისი სახე. წერ რომ ბახში აყვავდა ნუში. რომ თაცმინდაზე სადაცვა თითქოს. რომ საქართველო ამ გაზაფხულში როგორც ყოველთვის წააგავს ხვითოს. კარგი, საკმარისია ძმაო, საკმარისია ძალიან კარგი. არასოდეს არ იკარგება რა. ძალიან კარგი ხართ. მეგობრებო, გინდა გაგახაროთ რომ საშილად დაგვამარცხეთ ამ ხელში, თუმცა ჩვენ ვიტოვებთ შანსს რომ რევანში ავიღოთ, ხო? იყოს ასე, იყოს ეს შანსი. არსებობდეს ეს შანსი. შემდეგი თამაში სტუდიაში. არ გავნებდეთ. და ჩვენ როგორც გაგახარეთ ისე უბრუნდებით ეთერში კი არა და არც გავსულ ვართ ეთერიდან იგრევე ვაგრძელებთ ჩვენ თამაშს ისევ ორ გუნდათ ვართ ამ თამაშის გაყოფილები ისევ დასწრებაზეა და ცოტა არეული სახე აი ასე ქვია ჩვენ შემდეგ თამაშს არეული სახე არეული სახე ჩვენი ცნობილი ქართველების ფოტოები აღიბეჭდება ჩვენს მონიტორზე უბრალოდ ეფექტი ეგრება ისე რომ სახე იქნება აზელილი და ჩვენ უნდა გამოვიცნოთ ვინ არის მზად ვართ მეგობრებო? პირველი ფოტო მონიტორზე. იმშენინის კრისლს გავს რაღაცნაირად. მარსიდან ჩამოსვლა. ისე ძახდა თვითონ მარსზე. ლეიბორისტული პარტია მარსზე ისე გამოიყურება მათი. ვინ მოიგო? ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მარსი. კი ბატონო, თქვენ გეთვლებათ შალვა ნათელაშვილი კი ბატონო, მაგრამ თვითონ დავაბრუნოთ ერთ წამი ფოტო. თვითონ ხო ამბობდა, ვიზი ამბობდა, ეს მარსიანელი ო და გეუნები კონტაქტი აქვს. აი ზუსტად დაალაგდა. კარგი, შემდეგი ფოტო. რანაირი ხარ ბატონო შალვა. ოპ, ისა. ჭიჭე. მურესი. ჭიჭე? ჭიჭე. ჭიჭე რომელია? ზედმეტ ეს არის პატარა ვაშაძე.
პატარა ჭიჭე როგორ არის? ჭიჭე კი ეგ არის. მე ჭიკაიძე მეგონა, მაგრამ ჭიჭე ვაშაძე. ვაშაძე იგი ეგ არის. ვაშაძეა? გიორგი? ხო, ისე. ცერათით თვისანი. ხო, აი თვისანი. აი ხრიკი მანდარის. ხრიკი მანდარის. მან უნდა მეძებოთ. ვაშაძის მანდარი. ორიგინალი გამოვაჩინოთ ფოტოს იმას რომ დავწუნდეთ და წესია თამაში. ესე კალაძე. ეგ არის, მაგრამ ჭიჭე აღეგონა. შეიძლება შედარებით ეძახ. შემდეგი და ნიკანორ მელია. ხო ეს ნიკა უნდა. აბა რა ჩვენი ერთ ქულა ხო უნდა ავიღოთ კაცო. ბრავო მე, ბრავო, ბრავო, ბრავო. კარგები ვარ. შემდეგი არა, ნიკა მელია ორქულიანია. კი ვიცანი, მაგრამ არ მომეწონა რა. ახლა რა ხდება? ახლა რა ხდება, რა გავაკეთოთ? ეს ვინ არის? კალაძეა? კალაძე არ არის. ალეკ ბოლდვინი? ალეკ ბოლდვინს გა. აუ ეს არის გურიის დეპუტატი, გურიის, მე მგონი. რა გვარია, რა ჩიგოგიძე არა? ჩიგოგიძე. აი, რაღაცა უფრო. არა. უფრო ცნობილი ვინ პოლიტიკოსი? კალაძე. კალაძე მგონია მე. კალაძეა. თქვენი პასუხია? კალაძე. ბ, კალაძე. მეც საბოლოო პასუხი. კი, კალაძეა ცალსახად. კალაძეა. აბა ფოტო გავაძებოთ. რა არის ახლა ცალსახად? შევასწოროთ ფოტო? არა, მოიცა ვიღაც ხა იქ. მაგავს. ეს. რა ჩვენ რატო გიხარიათ რომ მივხვდით რომ ის არ და არის. მივხვედრილი ყავით, იცი? აი მე მგონი ორ მაგას იყო გადაკეთებული. სადადებული იყო. ალსტუხით. კი. კარგი, შემდეგი ფოტო და ეხა ის ბოლოსთვის არის მოტოვებული საინტერესო. შენ არ თქვა, შენ არ თქვა. ეს მეგეთყვი ვინ არის? ჯეკ ნიკოლსონი მარსზე. გავს ჯეკ ნიკოლსონი. გეუბნები ჯეკ ნიკოლსონი NBA-ის, ჯეკ ნიკოლსონი ლეიკერსის თამაშზე. აგებს ლეიკერსი აგებს. თხოვთ ილო შენ არა მეტასულარ დამენი. ის არის. ეს არის. მიღებულია პასუხი და ვისით ნახოთ თუ ის არის. ამბობს ქარი. ის არის. მეუბნებოდი. ის არის, აბა რა. შემდეგი თუ შეიძლება კარგად წავიდა ეს თამაში. აი ეს არის გიორგი. აი ეს არის გიორგი. აი ეს არის გიორგი. არ უკეთია ჰალსტუხი. შავი წარბები. მისი დამახასიათებელი ეს ნიშანი. უკვე იუპიტერზე ხდება უკან ფონი ნახე როგორი. გავასწოროთ ფოტო. ეს არის. ეს მეწები ამ გასასწორ დებატები ყო და მაგის კომენტარი. რა გამოხედვა მაგას არ ვიცი. აუ რა გამოხედვა. ან ვის უზიხარ კი არა, ვისაც როგორი სახია როგორი წარბია უთი. დაგაჭდა სიკვდილის ბუზი. არა აქ ეგეთი სახა დაგაჭდა სიკვდილის ბუზი. შემდეგი ფოტო თუ შეიძლება. ეს პატარაა და დიდი არ ვიცი როგორ არის. ეს როგორ არის big ვაშა big ვაშაძე. დიდი ვაშა. big ვაშაძე გავასწოროთ ფოტო. მე შემიძლია უკან ვინც არის ის გამოვიცნო. დოდო დეიდე. ფოტო გავასწოროთ ეგავარ. ანუ მე გამოვიცანი თქვა. ანუ როგორ არის? ანგარიში როგორ არის? ეგავა. თქვენ წინ ხართ. ცოტა. კი, ჩვენ. შეგვიძლია კიდე ერთი ფოტოც. ხომ არ ყავს კიდე ვინმე სახე წაშლილი? ვაი. ბოკერია? ფიჭო, რანაირი ბოკერია? ფიჭო, რაღაცნაირი ბოკერია. ბოკერია. მულტფილმის გმირია. აი როგორი ბოკერია, იცი აი. ეს რომელი პლანეტაა ვერ გეტყვის. იცი რომელი? აი, ბიჭო, არ ეს პლანეტა არ არის. მეხუთე ოკეანის ისინი არიან. ოკეანის სიღრმეა, რაღაც დელფინების სხვა პლანეტაზე. ხო, სხვა პლანეტაზე. იცი ვის გავს? მეხუთე ელემენტში რო ტიპები არიან. დელფინს გავს, აი პირდაპირ გეუბნები დელფინს. კი, დელფინის თეთრსა. დელფინოიდების რასიდან არის? ანუ შემდეგი შეიძლება არ ეწყინება, არგუმენტირებულად არ ეწყინება იმედი. ველა ფერი მო. შენებურია. ოჩა, გიორგი, მაგრა კაცი. ღარიბება. აი, ნახე, გიორგი როგორ კაცურად მოიქცა? ეგრევე დააჭრა დაგასწრო. მაგრა კაცი მეტი რა გვინდა, ხო? კი, აბა. დრეკავს და ამბობს ხო მაგდას. ოჩა, გიორგი, მაგრა კაცურად მოიქცა ეგრევე და. ოჩა, გიორგი, ეგრევე დააჭრა და როგორ დაასწრა. კიდევ ერთი ფოტო გვინდა და ვაიმე. აჰა, მეც მივხვდი ვინ არის. ადამიანი, რომლის რეიტინგის დღემდე ამოუხსნელია. უცხო პლანეტელი, რომლის სტაბილური რეიტინგი დღემდე ამოუხსნელია. აი პარიკ მაკრაძე ყავს და. მაგრამ ჩვენ არ დაგვიგერია ხე. ქულა იმათია. მაკრაძეა.
გავასწოროთ ფოტო მაინც. ბაქრაძე. რატომ გონია ხომ სულ რომ ბაქრაძეს ანუ შარლო კოსტუმით რო არის ხომ სულ მგონია რომ ქვემოთ ადიდასის სპორტულები აცვია ხომ. რატომ? აცვია ხომ შეიძლება და. მგონია რომ მარტო ზემოთ არა მე მგონია რომ მარტო ზემოთ სამძოლიან. ანუ ზემოთ და ქვემოთ ესეთა ჩუსტები რა. მოკლედ ამ ბოლო გენიალური ფოტოთი ჩვენი თამაში ამოიწურა პატივცემლო გიორგი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დიდი მადლობა მადლობა თქვენ. მადლობა გიო რომ მოხვედი. დიდი მადლობა. ჩვენც გვინდა იმედია გაერთე და იხალისე შენ. კი, რა თქმა უნდა, რა. ჩვენც გვინდა რომ პოდკასტში რაღაცა შევიტანოთ რა წვლილი და კორუფციული არის. რა თქმა უნდა, ლიდერ ბეთისგან უკონტაქტო ლიდერ გარდი თქვენ, რომელზეც 500 ლარი არის დარიცხული. მადლობა, კარგი მადლობა. მადლობა. დიდი მადლობა გიორგი და აბა გავისერდოთ ისე. წავიდეთ.